Spindis peria sopeli, tanda tanu parobinadeba. Raris ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გავიფრინდება. Raris ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გავიფრინდება. გული ვეგინებს დავქრიშვეული ვარ. არა დავიკლავს. ნენატრება ჩემი შვილი. ჩემი ლამაზი. Onda მოსწრებოდა შვილიშვილებს ძლებს ერთი პირველ კლასში დადის ჩემი უფროსი ბრძალის შვილი მეორე ფეხბურთის არის და ბავშველოდება შეიძლება გოგო იყოს უთხარი რომ გოგო თუ იქნა ჩემო მარი ნათია დაარქვი არა ლალიბებო დედაცაც უნდა თავის სახელი დავარქვა მაგრამ არც შენ რო არ გეწყნოს არც იმას მე სხვა სახელს ვარქვებ თეკლას. ნუ რა ვქნა შვილი. არა უშავს. რაც მინდა ის დაარქვი. თავარია ჯამთელი იყოს. გოგო მაინც ჩემი ნათია იქნება. მუხლები მაინც დავასვი. ნეტა როდის დავიწყებთ გადაღებას რეპეტიცია ხო უნდა გავიარო. იმიტომ რომ იმ დღეს დაკავებული არ ვიყო. შეიძლება შუთაჩვილი ჩემი სკოლაში იყოს წასაყვანი ან საფლავზე ასასვლელი ვიყო. ამიტომ უნდა ვიცოდე და გამართილო შემოკარგო. ხანდისხან მეშინია რომ არ გამჭირდე. ხარასი გიჟე მომივლის ხარ ლექს წერ აჩერთვის ღირინებ ხარ რაღაცას ვლაპარაკობ წერ ნოველას მონოლოგს ლექსებს რომ ამას გული გადავახო აი მინდა რომ გამოვიდეს სცენაზე და ეს თქვა იქნება ხვალე რა მომდის ეს მაინც შერჩება ჩემი არებს ყველას ეს შეგჩებათ იცი რა რას გეტყვი, აი როცა არავინ არ იქნება, თორე მე რინდება. აი მაგალითად ორშაბათს არც რეპეტიცია, არც სპექტაკლი. აი მაშინ გადავიღოთ ეს ჩემი მონოსპექტაკლი. ხო. იცი რა ფეხსაცმელიც მაქვს. ისეთი ლამაზი ადრე ვიყიდე. ეხლა გული არა მაქვს, ახლა ნეტა ის გავწვი თუ რაც მაქვს. იმასაც ჩავიცვე. აი ეს ფეხსაცმელები კარის უკარო მეწყვია. დირექტორმა დაინახა და ჩხუბავს რა უნდა ამ ფეხსაცმელებს საკაო და რა უქნა ახლა სცენაზე ხორავიდან სიბნელეში დევს. იცი როგორ წარმომიდგენია ჩემი სპექტაკლი? აი გამიდეთ სცენაზე რა და მე გაჩვენებ. აი ვიღებ მაგიდას. ვდებ აქ. ვიღებ ჩემოდნებს, სადაც კაცის ტანსაცმელია. იმასაც ვდებ აქ. ავდივარ მაგიდაზე, ჯდები ფეხში შველა, თან გვერდზე ვიყურები. თავი არაფერს დავარტყა, მეშინია, მაგრამ გამახსენდა იქ ხომ წითელი კაბაა ჩემი. აღარ მეშინია. არა. იქეთ. აი აქ. ერთი წუთით შეგიძლიათ მომისმინოთ. ლექსი ისეთი რამეა, როგორც უმანკოსული. ისე უბრალოდ კი არ უნდა თქვა, უნდა მოეფერო. პოეზია მარხვას გავს. თუ გულით იტყვი, იქ ცნობ როგორ მოგეხსნება ტვირთი. შეცდა მსმენელსაც. დაილოცოს ლექსის ძალა. ტანო ტატანო, სწორედ ასეთი ლექსია.
მართალი უნდა იყო როგორც სამშაბრო. მე ხელცარიელი კი არ მოვსულვარ. ტანუს სათქმელად საგანგებოდ მოემზადე და ჩემი დაწერილი ლექსები მოიტანე. მე ლექსის წერა სიყვარულმა დამაწყებინა. მისმა ისარმა გულჩასობილმა ტყვეც შეპყრობილი ქსელში გამხვია. ნეტა ვიცოდე, მერტო, ძლიერო, მე დამდომილს რაბეც მიმზადებ. საით მიყევარ, არას მიქადი, უბსკულთან მისულს რად მაჩერებ. მახსენდება ის დღე, როდესაც მითხრეს, რომ ლალი შვილი აღარ აკავს, კინაღამ გავგიჟდი. წამოვედი თეატრში, ავიღე ცოცხი და ასახვეტი და დავიწყე დაგვა. ვალაგებდი და ვტიროდი, გამწარებული მღრიალები. თანამშრომელი ამოვიდა ჩემი ხმა რომ გაიგო და რა იყო ლალი, რა მოგივიდაო. ლია ჩემოკარი, აღარ ამყავს შვილი. რა სამოთ გოგო, რა დროს დალაგება გამომგლიჯა ცოცხიდან. ასახვეტი და გადამიგდო, წადი ეხლავე სახლში. რა უნდა მეკნა, წამოვედი სახლში, გამწარებული. თავმეხა. შეცდა სათქმელი ლექსი. ნეტავი შეგეძლოს იმის გაგება, რაც იქნებს. ჩემი დღეა. თუ ყველაფერი გაომივიდა, ჩემთვის ვიყიდე ყვავილებს, სავალ ჩემი გოგო სასაფლაოზე. მივა და ვეტყვი, მე შევძელი შვილო. ისეთი ხმა იყო თითქოს ლექსი აფეთქდა. ლექსი არა, ბომბი. ისეთი ხმა იყო თითქოს ჩამომიგდე, დავიჭერ.
თეატრში რემონტი იწყება და ყველა თანამშრომელს ეკრძალება თეატრში შემოსვლა და ტანო გაცხადება აბა კარებში რა გავაკარე